როგორ გადაინაწილებენ ფუნქციებს მინისტრის მოადგილეები, ამას უკვე თავად კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია გვეტყვის. მოგესალმებით ბატონო გურამ, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო გურამ, თქვენი პირველი მოადგილე იქნება არა ხელოვანი, არამედ ფინანსისტი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად აპირებთ მუშაობას. მით უმეტეს, რომ მომავალ წელს ჩვენ უკვე ვიცით, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი სავარაუდოდ 25 მილიონი ლარით შემცირდება. როგორ აპირებთ თქვენ ფინანსების გადანაწილებას? დიდი მადლობა. პირველი მოადგილე გარდა იმისა, რომ ფინანსისტია, ასევე მუშაობს და იმუშავებს იურიდიულ საკითხებზე. გარდა ამისა, ალეკო დაევალა ჩვენგან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობა და კიდევ არის რამდენიმე მომენტი, მათ შორის ალეკო არის საპარლამენტო მდივანიც. რა თქმა უნდა, წელს უკვე გადაიხედა ეს ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები 2013 წელს როგორი იქნება. ჩვენ ამჯერად მუშაობთ სტრატეგიაზე, იქნება მოკლევადიანი სტრატეგია 2013 წლისთვის და არის გრძელვადიანი სტრატეგიაც და ამიტომაც შევარჩიეთ სწორედ ეს შემადგენლობა მინისტრის მოადგილეებისა, რომლებიც ამას ყველაფერს ჩვენ განვიხილავთ და სათანადოდ წარმოვაჩენთ საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რათა დაფინანსება ბევრად უფრო მეტი იყოს, ვიდრე დღეს ჩანსა და მოწოდებული გვაქვს. და ვამტკიცებთ იმას, რომ კულტურისა და განათლების დაფინანსების შემცირება არ შეიძლება, ამიტომ რომ ვაფინანსებთ რა კულტურას, ჩვენ ფაქტობრივად ვაფინანსებთ და ვეხმარებით ქვეყნის ყველა მიმართულებას. ბატონო გურამ, თქვენ როგორ აფასებთ, თქვა წინა წლებში რაში იხარჯებოდა ძირითადად თანხები და თქვენ რაში გადაისვრით უფრო ამ ფინანსებს? ხო, ძალიან ცუდად ისმის დიდი ბოდიში, აი რაღაც ხმახმას დაეცა. თქვენი შეფასებით როგორ ნაწილდებოდა გასულ წლებში ეს ფინანსები და თქვენ რა სფეროებს მიანიჭებთ მაინც უფრო კონკრეტულად პრიორიტეტებს? მაგალითად, ისმოდა ხშირად საყვედური, რომ არ არის საჭირო ამდენი კონცერტი და ასე შემდეგ. თქვენ როგორ თვლით, პირველ რიგში რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები? რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა როგორც გითხარით, რომ სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა, ანუ კულტურის პოლიტიკაზე, მალე მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენ საბოლოოდ პრიორიტეტებს როგორ განსაზღვრავთ. თქვენ გთხოვეს კიდევაც სპეციალური დოკუმენტის შემუშავება, სტრატეგიული დოკუმენტის, თქვენ აპირებთ ამ დოკუმენტზე მუშაობა? რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობთ ძალიან სერიოზულად, უკვე დაწყებული გვაქვს პირველ მოადგილესთან ერთად, რომელთანაც ერთად მე მქონდა პატივი მემუშავა მთელი 2 კვირის განმავლობაში, აქ უკვე შემოგვემატნენ სხვების და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი რაც შეიძლება მალე ჩვენ ყოველ შემთხვევაში შევეცდებით გავაცნოთ საზოგადოებას. პრიორიტეტები ჩვენი იქნება სხვა მიმართულებით, ერთი რომ ჩვენ ვაპირებთ ლიბერალური პოლიტიკის წარმოებას და გატარებას ცხოვრებაში და იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენთან არიან ესე იგი პირდაპირ კავშირში, მათ ექნებათ საშუალება აბსოლუტურად ყველას თვითონ განაგონ თავიანთი საქმეები. გარდა ამისა, რეგიონების მიმართულება იქნება პრიორიტეტი, ახალგაზრდებთან მუშაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამავე დროს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დაფინანსებები, რაც იყო წინა წლებში, თქვა ძალიან დიდძალი ფული იხარჯებოდა კონცერტებზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გადავხედავთ, მიგვაჩნია, რომ ეს თანხა დაიხარჯოს სხვადასხვა პროექტებზე და უფრო გავხადოთ ის მისაწვდომი იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღეს ზოგიერთი მათგანი რა თქმა უნდა და მათი დაჯგუფება უყურადღებოდ დაგვრჩა. ბატონო გურამ, თუ გეგმავთ დამატებით საკადრო ცვლილებებს, მაგალითად დარჩება თუ არა თანამდებობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი? ხო, ჯერჯერობით არ განიხილება არავითარი საკადრო ცვლილება, აბსოლუტურად არა, მაგრამ აი ამ 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ უკვე საბოლოოდ შევიმუშავებთ ჩვენ სტრატეგიასა და კულტურის პოლიტიკა ჩვენსაც განსაზღვრავთ, აი შემდეგ ვნახავთ 2013 წელს პრიორიტეტების მიხედვით რა იქნება უფრო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიწყებთ ნოემბერში მრგვალი მაგიდების კონფერენციების მოწყობა, სადაც მიიღებენ მონაწილეობას როგორც სპეციალისტები, ექსპერტები, ასევე მიიღებენ საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენლები და განიხილება ის ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბოლო დროს იყო ძალიან პოპულარიზებული მას მედიის მიერ და მან ჩვენ ვაპირებთ აი ესე შევისწავლოთ საზოგადოებრივი აზრი, გარდა ამისა კიდევ რაღაცნაირად კვლევაც ვაწარმოოთ საზოგადოებრივი აზრის და ყველაფერი ეს ვავცნოთ საზოგადოებას. ხოლო კიდევ რაც შეეხება ერთ რამეს, რომ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გრანდიოზულ პროექტებს, ესენი აუცილებლად ასევე წინასწარი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება. ბატონო გურამ, ჩვენ ვისაუბრეთ მარგიშვილის ფუნქციებზე, მოკლედ რომ გითხრათ, რა ფუნქციებს გადაინაწილებენ სხვა მოადგილეები?
ხო, ესე იგი ეს ფუნქციები ჯერჯერობით წლის ბოლომდე იქნება ის რაც დღეს მათ განაცხადეს, მაგრამ როგორც გითხარით, ამ სტრატეგიაზე მუშაობის შემდეგ აუცილებლად უფრო კორექტირება მოხდება მათი, აი ამ ფუნქციების კორექტირება, მაგრამ ჯერჯერობით მარინე მიზანდარი უხელმძღვანელებს საერთაშორისო პროგრამებს, მათ განვითარების საკითხს, ძეგლთა დაცვის საკითხებს, ხათუნა ხუნდაძე უხელმძღვანელებს ღონისძიებების დეპარტამენტს, ასევე რეგიონების საკითხებს, რომლებიც რეგიონებთან არის დაკავშირებული. იური მეჩითოვი იქნება ასევე კურატორი და წარმმართველი იმ საკითხებისა, რომელიც დაკავშირებულია სახელოვნებო სწავლებასთან. და დანარჩენების შემდეგ უკვე ნიუანსები დაალაგდება. და ბოლოს ბატონო გურამ, რატომ თქვი თუ არის თამარ ჩარკვიანის კანდიდატურაზე? ხო, ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ გარდა ქალბატონი თამრიკოსი, რომელსაც ძალიან პატივსცემ და ძალიან მიყვარს, ჩვენ ყავდა ვიხილავდით კიდევ დაახლოებით 20-მდე კანდიდატს მოადგილეობის და ეს ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას არის გუნდური, ჩემს კოლეგა მინისტრებთან ერთად და ჩემს მეგობრებთან ერთად. დიდი მადლობა, კურიერის შეკითხვებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია პასუხობდა.